სურათის აღდგენა 6 წლის შემდეგ. არავის არ ქონდეს იმის იმედი, რომ რაღაციდან ოდესმე დაიძვრენს თავს. მაკო გომური 20 ივნისის ღამის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ დაზარალებულების მონაწილეობით ჩაატაროს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. რას იხსენებს ახალგაზრდა, რომელმაც სპეცრაზმელის ტყვით მხედველობა დაკარგა. ევროკომისიის წერილი 8 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით. ეს არ არის ის სამართლიანი კონსტრუქციული მიდგომა, რაინითაც ევროკავშირი უნდა ესაუბრებოდეს თავის პარტნიორებს. მიზეზების ძებნა დასჯისთვის. ის პირობები თუ არ შესრულდება, საქართველომ შეიძლება გადაიხადოს ამისი პოლიტიკური ფასი. რა უნდა გააკეთოს საქართველომ და რა მოხდება თუ თბილისი ბრიუსელის პირობებს არ შეასრულებს. შეთქმულების გაგრძელება ქართული ხალხის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მოტივით შანტაჟებას ჩვენი მოსახლეობის. ბევრი სითხე, ღია ფერის ტანსაცმელი და მზისგან დამცავი საშუალებები. კანის დამწრობა, სითბური დარტყმის რისკი და მესამე გაუწყლოების რისკი. რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის პირობებში. შეგვიძლია და არ არის ასე ვთქვათ აუცილებლობა, გარეთ არ უნდა ვიყოთ ხოლმე. ზაფხულის ცხელი დღეები საქართველოში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 16 ივლისია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს. ეს მაკო გომურმა 6 წლის წინ თქვა. 6 წლის შემდეგ ის კვლავ რუსთაველის გამზირზეა და ცდილობს სრულად აღიდგინოს 2019 წლის 20 ივნისის ღამე, როდესაც მას სპეცრაზმელების ტყვით მხედველობა დაკარგა. საგამოძიებო ექსპერიმენტი პარლამენტის წინ უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი აქციის დაშლის ოპერაცია და ჰქონდა თუ არა ადგილი ძალოვანების მხრიდან ძალის გადამეტებას. ეს სტრასბურგის სასამართლოს დავალებაა. მაკო გომური დიდი ხანია ითხოვს იმ სპეცრაზმელების პოვნას, რომლებიც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდნენ. დღეს რუსთაველის გამზირზე მისული მაკო გომური და რადიო თავისუფლების ოპერატორი გიორგი ჭუმბურიძე იმ დაზარალებულებს შორის არიან, რომლებმაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სულ 26 სარჩელი შევიდა. საქართველოს მათ 150.000 ევროზე მეტი კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს. პარალელურად კი დასადგენია, შესაძლებელი იყო თუ არა 6 წლის წინ იმ მძიმე შედეგების თავიდან აცილება, რომელიც საპროტესტო აქციის დაშლას მოყვა. 240 დაშავებული, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი და 80-მდე სამართალდამცველი. მაკო გომურის გარდა რეზინის ტყვებით მიღებული ტრამვისგან თვალი კიდევ ერთმა მოქალაქემ დაკარგა. სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მითითება გამოძიების ჩატარების შესახებ ქვეყანამ სტრასბურგის სასამართლოსგან მიიღო. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ინსტანციამ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის აუცილებლობის კუთხით სრულად გაამართლა. თუმცა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დააფიქსირა, რაც საპოლიციო ოპერაციის დროს სავარაუდო გადაცდომის მოკვლევის აუცილებლობას გულისხმობს. საგამოძიებო ექსპერიმენტები რუსთაველის გამზირზე დაზარალებულების მონაწილეობით უკვე მეორე კვირაა ინტენსიურად ტარდება. ნიხილეთ ამ დღეების განმავლობაში, რომ ტარდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულების მონაწილეობით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის მხრიდან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების რეკომენდაციების შესრულებას. კერძოდ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ დაზარალებულების მონაწილეობით ჩაატაროს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. დღეს საგამოძიებო მოქმედებებისთვის რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთით კვლავ გადაიკეტა. ექსპერტებთან ერთად დაზარალებული სტატუსის მქონე გიორგი ჭუმბურიძე და მაკო გომური იმყოფებოდნენ. გომური, რომელმაც 20 ივნისს ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, მთავარ პასუხისმგებლობას იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს. მგონია, რომ თანდათან ყველა ადამიანი თავის წინ პასუხისმგებლობას აგებს და დაიწყო უკვე აგერ ადამიანს იბარებენ კომისიაზე და სთხოვენ იმ ფაქტზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობაც იყო. შესაბამისად, არავის არ ქონდეს იმის იმედი, რომ რაღაციდან ოდესმე დაიძვრენს თავს. სტრასბურგის გადაწყვეტილებით დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ თავად გიორგი გახარიას პარტიაში. ამბობენ, რომ მცირე პალატას საპოლიციო ოპერაციის მოკვლევის რეკომენდაცია არ გაუწია. ეს არის პოლიტიკურად განეიტრალების მცდელობა. 20 ივნისი არ იქნება კი ერთ-ერთი თემა დარწმუნებული ვარ, რომ თემა კიდე რაღაც არჩევნებთან ახლოს მევალთ კიდე გამოძიების რაღაც თემას გიორგი გახარიასთან საწინააღმდეგოდ, მაგრამ პრობლემა არ არის, ჩვენ ამას მიჩვეულებთ.
20 ივნისის დაშლის საპოლიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით კითხვები სწორედ გიორგი გახარიასთან აქვთ მმართველ გუნდში. მის თანაპარტიელებს სპეკულაციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გახარიასთან არსებული კითხვები კიდევ უფრო რელევანტური გახადა. თქმა უნდა, ამით დამძიმდა სიტუაცია ჩემი აზრით და უფრო მეტი კითხვები იქნება მის მიმართ და ხელმძღვანელობის მიმართ ზოგადად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის გასროლა ან თვითნებურად განახორციელა პოლიციელმა, ან ბრძანების საფუძველზე. აბა ეხლა ის იარაღი თავისით არ გაისროდა. საპოლიციო ღონისძიებების ის სახე, როდესაც იქნა რეზენის ტყუები, ნასროლი, მომიტინგეების მისამართით, იყო თუ არა ეს აუცილებელი ზომა, დიახ, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ იყო აუცილებელი ზომა, თუ კი საერთოდ ვინმეს პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია საუბარი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის დავალების მიმცემი მაშინდელი შესაძლოა მინისტრი გიორგი გახარია. საგამოძიებო მოქმედებების დაწყების აუცილებლობა დღეს იუსტიციის სამინისტროში კიდევ ერთხელ განმარტეს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში სტრასბურგის მცირე პალატამ საქართველოს კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების კუთხით დადებითად შეაფასა და ადასტურა სახელმწიფოს მოქმედების აუცილებლობაც. მოკვლევა კი მხოლოდ პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობაზე მოითხოვა. როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია ძალის გამოყენება, სპეციალური საშუალებების გამოყენება, რაც შეეხება პროპორციულობის ნაწილს, გამოყენებული ძალის პროპორციულობას, აი ამ მიმართულებით იყო მთავარი მითითებები და შენიშვნები გაკეთებული ევროპული სასამართლოს მიერ. 2019 წლის 21 ივნისს საპოლიციო დაშლის ღონისძიების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მათ შორის 80 სამართალდამცველი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი იყო. წერილი ბრიუსელიდან თბილისში უკვე ოფიციალურად მოვიდა ევროკომისიამ, რომელმაც გუშინ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე კონსენსუსს ვერ მიაღწია. საქართველოს ხელისუფლებას 8 მოთხოვნა წაუყენა, მათ შორისაა მიღებული კანონების გაუქმება და LGBT პირთა უფლებების სრული დაცვა. რეკომენდაციებშია სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანაც ევროკავშირის სიასთან, სადაც ვიზების საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალია. ამ ჩამონათვალში კი არაერთი ქვეყანაა, მათ შორის სამხრეთ კავკასიის 2 სახელმწიფო და ჩვენი მეზობლები, რომლებთანაც საქართველოს ვიზები გაუქმებული აქვს. არის თუ არა ეს მიზეზების ძებნა დასჯისთვის, თბილის აინტერესებს რა კავშირშია უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის მუქარა და ის პირობები, რომელიც თბილის ბრიუსელმა წაუყენა. რეკომენდაციების ჩამოწერა ევროკომისიაში სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობას მოყვა. ოფიციალურ წევრში ეგრეთ წოდებული დედლაინი აგვისტოს სახით არ წერია, თუმცა მითითებულია, რომ კომისია რეკომენდაციებს შემდეგ ანგარიში შეაფასებს და შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები რეგულაციის მერვე მუხლის საფუძველზე, რასაც შესაძლოა მოყვეს ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურება. რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება და როგორია ქართული ოცნების რეაქცია იმ 8 ჩამონათვალზე, რომელიც დღეს თბილისში ბრიუსელიდან მოვიდა? ლელა ჯავახიშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე შეთანხმება ვერ შედგა, წერილი საქართველოში მაინც გამოიგზავნა. ხელისუფლება ამზად არის ჯანსაღი დიალოგისთვის, თუმცა მიუთითებს ბრიუსელის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე, რომელიც მათი თქმით ამ ოფიციალურ წერილშიც გამოჩნდა. იმ კონკრეტულ პუნქტებში, რომელიც ალოგიკურია ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების ერთგვარი პირობისთვის, მათ შორის მიუთითებენ გამჭვირვალობისა და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმებაზე. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები ამ საკითხს პოლიტიკური შანტაჟის იარაღად იყენებენ და ცდილობენ აბსურდული მოთხოვნები ტექნიკური არგუმენტებით გაამართლონ. 8 პუნქტიანი წერილი ბრიუსელიდან თბილისში ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების სანაცვლოდ კონკრეტული პირობებით გამოიგზავნა. მათ შორისაა შეკრებისა და გამოხატვის უფლების უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა, LGBTQ პირთა უფლებების სრულად დაცვა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება და უკვე მიღებული კანონების გაუქმება. კიდევ ერთი მოთხოვნაა სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანა ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან. გაუქმეთ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და საკანონმდებლო პაკეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და შეიტანეთ ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქალაქო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTQ პირთა უფლებების სრული დაცვა.
მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათ განსახორციელებლად და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნასა და განხილვას. რატომ არის გამჭვირვალობა დამანგრეველი ვიზა ლიბერალიზაციისათვის? ეს ერთ-ერთია იმ არაერთი კითხვიდან, რომელიც მმართველ პარტიას ბრიუსელთან აქვს. სახელისუფლებო გუნდი ვიზა ლიბერალიზაციასა და კონკრეტულ კანონებს შორის ლოგიკურ კავშირს ვერ ხედავს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ უსაფუძვლოა მითითებაც კორუფციასთან ბრძოლაზე, მაშინ, როდესაც საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზეა. კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც უმრავლესობის შეფასებით ევრობიუროკრატები პოლიტიკური დასჯის ტექნიკურად გამართლებას ცდილობენ, სავიზო პოლიტიკის შენგენის ზონასთან დაახლოებაა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ამ პირობის შესრულება მეზობელ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ნიშნავს, რასაც შედეგად პოლიტიკური ურთიერთობებისა და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანება მოჰყვება. ჩვენ გვეუბნებიან, რომ სასომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, ჩინეთთან და ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელსაც არ აქვს თავისუფალი თურქეთთან, რომელსაც არ აქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყველასთან უნდა სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ანუ ქვეყანას გეუბნებიან, რომ ჩაიკეტე, ბლოკადაში მოექეც. ანუ თუ იქნება სიღარიბე, სიდუხჭირე, ეკონომიკა არ განვითარდება, ბუნებრივია ასეთ პირობებში ადვილია რევოლუციური, ასე ვთქვათ, ნებების გაღვივება. ევროკავშირის ექსკლუზიური უფლება ეს არ არის, ეს არის წევრი სახელმწიფოების ექსკლუზიური უფლება. მათ გადაწყვიტონ თავად როგორ დაარეგულირებენ მაგალითად შვილის აყვანის საკითხებს, როგორ დაარეგულირებენ ოჯახის შექმნის საკითხებს. ასევე არის ანტიკორუფციული ძალისხმევის კიდევ უფრო გაძლიერება და სწორედ ამით არის საქართველოს ხელისუფლება დაკავებული სტატისტიკას ჩახედონ, ნახონ რა მდგომარეობა მოლდოვაში, რა მდგომარეობა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის, რა მდგომარეობა ბალკანეთის სახელმწიფოებში და სადგას საქართველო როგორც სტატისტიკით, ასევე პრაქტიკით. ხელისუფლების ოპონენტები დილიდან წერილის გასაჯაროვებას ითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ დოკუმენტის მიხედვით ბრიუსელი ხელისუფლებას ოპოზიციონერი ლიდერებისა და პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა. კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულებულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს ოპოზიციური პარტიები დღეს სპეციალური ბრიფინგებით გამოეხმაურნენ. თუ 31 აგვისტომდე ეს რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს და არ შექმნის ქვეყანაში გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირს მოუწევს მოქმედება. მინისტერიალზე გამოჩნდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ის, რომ ქართული ოცნება არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, ის პირობები, რომელიც არის დაყენებული ევროკავშირის მხრიდან, თუ არ შესრულდება, საქართველოს შეიძლება გადაიხადოს ამისი პოლიტიკური ფასი. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ითქვა გუშინ, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენი ბრძოლის, საერთო ბრძოლის შედეგია, რომ ერთ-ერთი ცენტრალური განხილვის საგანი იყოს სწორედ საქართველო. ქართული ოცნების განცხადებით ვიზა ლიბერალიზაციას ევრობიუროკრატები საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად იყენებენ. უმრავლესობის თქმით, ამას ადასტურებს ის აბსურდული მოთხოვნებიც, რომელსაც ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი ითვალისწინებს. რეალურად ახალი ჩვენ არაფერი არ გაგვიგია, ეს ნაცნობი რიტორიკაა, რა თქმა უნდა, მუქარი შანტაჟის ზენით საუბრის გაგრძელება, შეთქმულების გაგრძელება ქართული ხალხის წინააღმდეგ. აი ეს არის ყველაფერი, რაც გულისხმობს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თუ გაუქმების მოტივით დაშანტაჟებას ჩვენი მოსახლეობის, რომ აგერ ბატონო მომდგარია კარს თვითმმართველობის არჩევნები და თქვენ იცით ახლა ქართულ ოცნებას კი არ მიცეთ ხმა მშვიდობას, ვინც იცავს კბილებით საქართველოში. მარიონეტები მოიყვანეთ ხელისუფლებაში. წერილი უვიზო რეჟიმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მე-7 ანგარიშის სულისკვეთებას იმეორებს. კაია კალასის თქმით, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება. თუმცა შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე მსჯელობდნენ, სწორედ შედეგის გარეშე დასრულდა. საქართველოს ევროკომისიამ რეკომენდაციებში სხვა მოთხოვნაც ჩაუწერა. თბილისმა უნდა მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას. ეს მაშინ, როდესაც კორუფციის დონე ბევრად უფრო მაღალია, მაგალითად უკრაინასა და მოლდოვაში, რომელსაც ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკება გაუხსნა. ბრიუსელმა ორივე ქვეყანა საქართველოსთან უპირატეს მდგომარეობაში დააყენა, მაშინ, როდესაც მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრია, მისი მოქალაქეების მხოლოდ 50% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას
ინტეგრაციას. ქვეყნის ენერგეტიკული მომარაგება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე, ხოლო მისი ეკონომიკა კრიზისშია. ბოლო მონაცემებით მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0.1% შეადგინა მაშინ, როდესაც საქართველოში იმავე 2024 წელს მუშიპო 13.6%-ით გაიზარდა. ბოლო 4 წელში საქართველოს ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან $11 მილიარდ-ზე მეტია. ეკონომიკური კრიზისის, ენერგომატარებლებისა და სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო 2 წლის წინ კიშინევში მთავრობაც კი გადადგა. მოლდოვა ერთ-ერთია ყოფილი საბჭოთა კავშირის ბანაკიდან, სადაც დღემდე ძლიერი პრორუსული განწყობებია. ეს ბოლო არჩევნებად საჩვენა, რომელშიც მაია სანდუმ საზღვარგარეთიდან მიღებული ხმების დიასპორის ხარჯზე გაიმარჯვა. სიღარიბის გაზრდილი მაჩვენებელი და მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის ზრდაც უმნიშვნელოა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით ონლაინ მედია მოლდოვა ლაივი იმ პარამეტრებს აქვეყნებს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებს ასახავს. მოლდოვის რესპუბლიკაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი გასულ წელს გაიზარდა. 2021 წელს სანდუს მთავრობის ვადის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 24.5% შეადგენდა. 2024 წლის მდგომარეობით ის გაიზარდა 33.6%-მდე. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ქალაქგარეთ, სადაც სიღარიბემ 42%-ს მიაღწია. ამ მონაცემების გათვალისწინებით ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან შედარებით მოლდოვის უპირატეს მდგომარეობაში დაყენება მიუღებელია ქართული ოცნებისთვის. სახელისუფლებო გუნდი ევროპის მხრიდან საქართველოს მისამართით არასათანადო დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ობიექტური კრიტერიუმით საქართველო არის ლიდერი ქვეყანა, მაშინ როდესაც მოლდოვა არის აუტსაიდერი და ეს მიდგომები, რასაც ჩვენ ახლა ევროპის მხრიდან ვხედავთ, არის კლასიკური ორმაგი სტანდარტის მაგალითი და სამწუხარო არის, რომ მათთვის ორმაგი სტანდარტი გადაიქცა ყოველდღიურ, ესე ვთქვათ, საქმიანობის სახედ. საქართველო რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროშიც. მხოლოდ გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკამ $92 მილიარდ მიაღწია. 9.4% გახდა 2024 წელს სიღარიბის მაჩვენებელი. 2028 წლისთვის მთავრობის გეგმით სიღარიბე 4%-ს უნდა გაუტოლდეს. ასევე 4%-მდე უნდა შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელმაც შარშან ისტორიული მინიმუმით 13.9% შეადგინა. გამოსაყოფია 2024 წელი, როდესაც საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა და ასევე ლიდერი იყო გლობალურად ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 4 წლის პერიოდში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ფაქტობრივად გაორმაგებულია და აღნიშნული 25,000 ლარს უტოლდება თითქმის. ბოლო 4 წლის განმავლობაში 150,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ყოველივე ზემო აღნიშნულმა ასევე განაპირობა სიღარიბის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება. მართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპაში ადეკვატურად აღიქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებენ. საქართველო არის წინ სადმე ვინმეზე. კარგით რა. მე ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა და ყველა კვლევა იმას ამბობს, რომ ნომერ პირველი პრობლემა ქართველი ხალხისთვის არის სიღარიბე. ვერ გეტყვით მოლდოველი ხალხისთვის პირველი პრობლემა არის თუ არა სიღარიბე. ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა მოლდოვასთან შედარებით $11.1 მილიარდით გაიზარდა. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ეკონომიკის მსგავსად საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. ქართულ ოცნებაში 2022 წელსაც იხსენებენ, როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი გააკეთა, თუმცა არასამართლიანი მიდგომების გამო კანდიდატის სტატუსი უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით დაგვიანებით და ახლოებით 2 წლის შემდეგ მიიღო. რასაც უნდა როგორც ჩანს იმას იტყვიან, რა რეალობასაც უნდა იმ რეალობასაც ან თავიანთ წარმოსახვაში დადებენ და მე ამ წარმოსახვითი რეალობით ცდილობენ ისე რაღაც ფონს გასვლას და დასკვნების გამოტანას. სინამდვილეში არის ძალიან განსხვავებული და მარტივი. ჩახედონ რა სვლები, რა ეკონომიკური წინსვლა აქვს საქართველოს, თუნდაც სხვა ქვეყნებთან, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ქვეყანა, რომელსაც ისინი ტაშს უკრავენ და წაახალისებენ თავის პოლიტიკაში, გულისხმობ მოლდოვას, ეკონომიკური რეცესიის პროცესში არის და ამის პარალელურად ცარიელი სიტყვებით უნდა გამოიკვებოს თურმე მოლდოველი ხალხი და იმ ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე უნდა უხაროდეთ შექება ევროინსტიტუციებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შექებას ვარჩიეთ ქვეყნის კეთილდღეობა, რომელიც ასახული არის ეკონომიკურ წინსვლაში.
გამოცემა მოლდოვა ლაივი მოლდოვას შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის კომენტარსაც აქვეყნებს. აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი ოჯახების შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებულ მნიშვნელოვან სხვაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში სიღარიბე სერიოზულ პრობლემად რჩება. ამასობაში უკრაინაში სანამ დასავლეთი კიევს იარაღის მარაგებს შეუსებს რუსეთი დროს არ კარგავს ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი და 400 დრონი ერთ ღამეში მოსკოვის სამიზნე ამჯერად იყო კრივოი როგი, ხარკოვი და ვინიცა. ცოტა ხნის წინ კი რუსეთმა საავიაციო ბომბით დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტს დაარტყა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას რუსულ რაკეტებთან და უპილოტო საფრენ აპარატებთან ყველაზე ეფექტური საბრძოლო სისტემა პეტრიოტი უკვე გაუგზავნა, თუმცა ახლა მთავარია გაერკვეს ვინ არის თანახმა მილიარდობით დოლარი გადაუხადოს შეერთებულ შტატებს ამერიკული იარაღის სანაცვლოდ, რომელსაც კიევისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე თანახმა გერმანია, დანია, შვედეთი და ნიდერლანდები ვაშინგტონისთვის ფულის გადახდაზე უარი თქვა პარიზმა და რომმა. არც ჯორჯია მელონის და არც ემანუელ მაკრონს არ სურთ საკუთარი გადამხდელის ხარჯზე შეიძინონ ამერიკული შეარაღება. სქემაში მონაწილეობაზე უარს ამბობს პრაღაც ტრამპის სტრატეგიით კმაყოფილი არც ევროკომისარია. თუ ჩვენ ვიხდით ამ იარაღის საფასურს, ეს ჩვენი მხარდაჭერაა. კაია კალასი თვლის, რომ თუ ფულს სხვა იხდის, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას იარაღით ამერიკა ეხმარება. ტრამპის მსგავსად საკუთარი ბიუჯეტის შევსებაზე ფიქრობს მაკრონიც პარიზი მოკავშირეებს ფრანგული წარმოების შეარაღების ყიდვას თავაზობს. სანამ კოლექტიური დასავლეთი იარაღის გაყიდვაში გაერკვევა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე ზაფხულის მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. უკრაინისთვის შეერაღების მიწოდების შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა ენდრიუსის ავიაბაზაზე რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა. თქვა, რომ მოკავშირეები ომში მყოფ ქვეყანას პეტრიოტის სისტემებს უკვე აწვდიან. ახლა კიევს სარაკეტო კომპლექსებს საკუთარი საწყობიდან ბუნდესვერი აძლევს. გერმანიის მარაგს კი პენტაგონი შეავსებს. მიწოდება უკვე მიმდინარეობს. გერმანიიდან აწვდიან. შემდგომ გერმანია საკუთარ მარაგებს ჩაანაცვლებს. ყველა შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ანაზღაურებას მიიღებს. როგორც იცით, ის რაც ხდება ძირითადად ევროკავშირის საქმეა. ნატო ყველაფრისთვის გადაგვიხდის. ზოგ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნები უშუალოდ გადაგვიხდიან, ასე რომ ჩვენი მხრიდან არ გაიცემა რაიმე ინვესტიცია. პუტინი ამბობს, რომ მშვიდობა უნდა, თუმცა ამას არ აკეთებს. გერმანიასთან ერთად უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან პეტრიოტის შესყიდვის მზადყოფნა უკვე დაადასტურა შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. საკითხის მიმართ ინტერესი გამოხატა დანიამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა და კანადამ. თუმცა მედია წერს, რომ კიევისთვის სარაკეტო სისტემების შესყიდვას არ განიხილავს საფრანგეთი და იტალია. ორივე ქვეყნის შემთხვევაში მიზეზად თავდაცვის ბიუჯეტის შესაძლებლობები სახელდება. თავდასხმები ყოველდღიურია, უფრო ინტენსიური და მძიმე ხდება, რაც ცხადყოფს თუ რამდენად არ ცდილობს მოსკოვი იმ მშვიდობის შენებას, რომლისკენაც ჩვენ ყველანი ვისწრაფვით. და ეს მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა დიალოგისთვის, რომელიც პუტინმა ამჯერადაც უარყო. დღეს ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის დადებით ცვლილებას და ამას მივესალმებით. უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. მარკ რუტე აღნიშნავს, რომ შეიარაღების პაკეტების მიწოდებასთან ერთად მოკავშირეები რუსეთზე და მის სავაჭრო პარტნიორებზე ზეწოლას სანქციებით განახორციელებენ. იცოდეთ, რომ თუ მოსკოვში ის ადამიანი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად არ მიიღებს, მეორე სანქციებს 100%-ით დაგიწესებთ. ამიტომ გთხოვთ დაურეკოთ ვლადიმერ პუტინს და უთხრათ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად უნდა მოიკიდოს. უკრაინის მოკავშირეებს ეხმაურება ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ევროპა ომში მყოფი ქვეყნის შეიარაღებაზე უდიდეს თანხებს ხარჯავს. დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი პროცესს ყურადღებით დააკვირდება. იარაღს აქამდეც აწვდიდნენ, ეს არავის შეუჩერებია. საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ ვინ იხდის ამ იარაღის საფასურს. იმედგაცრუების შესახებ ბევრი რამ ითქვა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის პარალელურად ზეწოლა უკრაინაზეც ხორციელდება. პირველი პაკეტის ფარგლებში უკრაინა 10 მილიარდი დოლარის შეიარაღებას მიიღებს. ინფორმაცია გამოცემა აქსიოსმა გაავრცელა. ქვეყანას გადაეცემა რაკეტები, საარტილერიო ჭურვები და პეტრიოტის სისტემები. ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ იგეგმება ტომოჰავკის ფრთოსანი რაკეტების გადაცემაც, რომელსაც სამიზნეების განადგურება 5000 კილომეტრის რადიუსზე შეუძლია.
ახალი ცხელი წერტილი კვლავ ახლო აღმოსავლეთი ისრაელი არ ჩერდება და ამჯერად სირიის ტერიტორიას ბომბავს. რამდენიმე საათის წინ თელ-ავივმა დრონებით იერიში მიიტანა დამასკოზე. სამიზნე იყო სირიის გენშტაბის შენობა, თუმცა იქვე მდებარეობს იმ პრეზიდენტის სასახლეთ, რომელსაც ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპი შეხვდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, 18 დაიჭრა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის კაბინეტი სირიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს დრუზი მოქალაქეების დაცვის მოტივით ხსნის. ცახალმა სირიის სამხრეთით დრუზების ქალაქთან ელ-სუვაიდთან მიმავალი გზები დაბომბა. ამ საჰაერო იერიშების პარალელურად ისრაელმა საბრძოლო ნაწილები და ჯავშან ტექნიკა სირიის საზღვართანაც გადაისროლა, რასაც უკვე მოყვა თურქეთის შეშფოთება. ანკარა თვლის, რომ ისრაელის ავიაიერიშები მიმართულია სირიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ძალისხმევის საბოტაჟისკენ. ამის მიუხედავად ისრაელი უკან დახევას არ აპირებს სირიის ხელისუფლებას კი ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. შეტაკებები ბედუინებთან სუეითში კვირას დაიწყო, რის შემდეგაც ქალაქში სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ, თუმცა პრეზიდენტ ალ-შარას გადაწყვეტილებას ადგილზე ახალი სისხლის يواصل مهاجمة قوات აფეთქება, რომელიც სირიული მედიის პირდაპირ ეთერშიც მოხვდა დამასკოს ცენტრში ისრაელის თავდაცვის ძალების იერიშს მოხვა. აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სახელმწიფო უწყებებს საჰალმა დღეს შეუდია. თავარი სამიზნე სირიის დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლის, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის შენობები იყო. სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე სირიის ტერიტორიაზე დაგეგმილ სპეციალურ სამხედრო ღონისძიებებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებს, საჰაერო ძალები მოქმედებს, სხვა ძალები მოქმედებენ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი დრუზი ძმების გადასარჩენად და რეჟიმის ბანდების გასანადგურებლად. მიმდინარე მოვლენების ფონზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა სირიის მთავრობამაც და ისრაელის მხრიდან განხორციელებული დარტყმები დაგმო. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფრონტაციის ახალ კერაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც. მარკო რუბიოს განმარტებით ვაშინგტონი დამასკოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. საკითხზე ამ ეტაპზე ვმუშაობთ. ახლახანს ვესაუბრე მხარეებს. ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ საკითხით და იმედია დღეს მოგვიანებით სიახლეებსაც შემოგთავაზებთ. თუმცა ვიმეორებ ძალიან შეშფოთებულები ვართ. დრუზები, რომელთა დაცვის მოტივითაც საჰალმა დამასკოს შეუდია სირიაში, სუვაიდის პროვინციაში ცხოვრობენ. ისინი აქ მოსახლეობის 90%-ში ადგენენ და ახალ მთავრობაში მათი წარმომადგენლობის სიმცირით და ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოები არიან. ალ-შარაას ხელისუფლებამ განვითარებული მოვლენების ფონზე რეგიონში საკუთარი ძალები შეიყვანა, რამაც ფართო მასშტაბიანი შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია. და კვლავ საქართველოს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და შიდა ოპოზიციური დაპირისპირება. ორი ორზე პოლიტიკური ანგზე ერთ მხარეს ლელო და გახარიას პარტია, მეორე მხარეს კი ახლები და ნაციონალური მოძრაობა. ბოიკოტის მომხრეებისთვის არჩევნებში წამსვლელი ოპოზიცია ქართულ ოცნებასთანაა შეკრული. ნაციონალები და ყოფილი ნაციონალები შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან და დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას და ხაზარაძეს თავიანთ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამის მიუხედავად ბრიუსელში მყოფი გიორგი გახარია არ აპირებს ოპოზიცია იყოს და კრიტიკოსებს მოუწოდებს წარსულში დატოვონ დაპირისპირება. ყოფილი პრემიერი ყოფილი მმართველი პარტიის ამომრჩევლის გადაბირებასაც შეეცდება, თუმცა დისტანციურად, რადგან ჯერჯერობით ის ბელგიაში რჩება. პარტია საქართველოსის ლიდერი ადასტურებს, რომ საერთო კანდიდატებზე შეუთანხმდება ლელოს, მაგრამ ამ დრომდე არც ერთი შესაძლო კანდიდატი არ დასახელებულა. მოუწევთ ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების გამო ბოიკოტში დარჩენილები გახარიასა და ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდებს ემუქრებიან. ფაქტობრივად ფორმალურ წინააღმდეგობას აპირებენ გაუწიონ, რომ შეიქმნას კონკურენციის იმიტაცია. პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნა ჩვენ ხელს აუცილებლად შევუწყობთ. ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. გახარიას ნაწილში სრულად მოსალოდნელია, იმიტომ რომ ის უბრალოდ ბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს, ხოლო ლელოს შემთხვევაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამ პოლიტიკურ ძალას გამოუცხადა ნდობა, იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება.
იმედგაცრუებაზე საუბრობენ თავად სასჯელ აღსრულების მე-12 დაწესებულებაში მყოფი პოლიტიკოსებიც. არათანამშრომლობას პლუს წინააღმდეგობა უდრის ბოიკოტს. ასე ახსნა 212 საკნიდან ნიკა გვარამიამ არჩეული ბრძოლის გზა. წერილი გავრცელდა 200 საკნიდანაც. მამუკა ხაზარაძემ პარტიებს პირადი ინტერესების დათმობისკენ მოუწოდა და ამის მაგალითად გახარიასთან გაფორმებული მემორანდუმი დაასახელა. სხვა ხედვა აქვთ ბოიკოტში დარჩენილებს, სადაც ფიქრობენ, რომ გახარია და ხაზარაძე მხოლოდ მეორე ადგილისთვის გაერთიანდნენ. კივნეულიც არის ორ სკამზე როცა ზღერა, იმიტომ შეიძლება გაიხე შუაზე. ეგელის ამ ორ პარტიას გაიხევიან შუაზე. ლელოს და პირადად აი მის ლიდერებს გახარიამ რაც აკადრე, ეგეთი არავის არ უკადრია მათთვის. გაერთიანდნენ მეორე ადგილისთვის და ახლა არის ის რომ ერთი ციხეში ზის და მეორე ქვეყნიდან დათესილია. სანამ ნაციონალური მოძრაობა ყოფილ კოლეგებს აკრიტიკებს გახარიასა და ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდები თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატებს არჩევენ. ამ ბრძოლაში შესვლა, რომელიც გულისხმობს ამ დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობას, არის ერთ-ერთი დამატებითი გზა მიზნის მისაღწევად. მიდის სამუშაო პროცესი, მათ შორის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით. არ მოქმედებს ეს ლანძღვა-გინებები, ხა ჩვენზე დიდი ხანია ეს მათმა იციან და რამდენი სამბა გააგრძელო. გასაგები არის, ხა ოცნების სასარგებლო იდიოტის როლში ყოფნათ უნდათ, ეს მათი გადაწყვეტილება მათ მოწონთ. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში კრიზისი უფრო გამწვავდება. მმართველი გუნდის შეფასებით, მათი ოპონენტების დამფინანსებლები ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგს ცდილობენ. თუმცა სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევა. აი რომ ბრმად გაყვა და მორჩილებაში იყო და არის ქართული საქართველოში ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა გარე ძალებზე მიიყვანა მივიდნენ ამ უმძიმეს მდგომარეობაში. შეიძლება ორ ნაწილად გაყვეს, რომ ერთი ასე ვთქვათ ქუჩის ფრთაც და არჩევნების ფრთაც დაკავებული ქონოდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მაინც მეტყველებს ოპოზიციის სავალალო მდგომარეობაზე. ორ პარტიას დაავალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ორ პარტიას არ დაავალეს, ვინაიდან რებრენდინგი ხდება ნაციონალური მოძრაობის და გარე უფროსებს სურთ რომ გამიჯნონ ლელოს და გახარიას პარტია ნაციონალური მოძრაობისგან და ახლისგან, ვინაიდან ახალიც ვერ შეასაღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომ თითქოს და რაღაცა ახალ ძალას წარმოადგენს და რჩებიან ჩვენ ქვეყანაში მოქალაქეები, ვისაც აღქმული ბოლომდე არ აქვთ, რომ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიაც ზუსტად იგივე ვერტიკალიდან იმართებიან და დავალებებს იღებენ გლობალური ომის პარტიის ეგრეთ წოდებულისგან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისგან. შესაბამისად, მაქედან გამომდინარე ფსონს ამ ორ პარტიაზე აკეთებენ, რაღაცა ხელოვნური სპექტაკლები არის, ხელოვნური დაძაბულობა, რომ უფრო და უფრო გამიჯნონ მოქალაქეების თვალში, თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა. ორი-ორის წინააღმდეგ 4 ბარიერ გადალახულ პარტიას შორის წყალგამყოფი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აღმოჩნდა. თევდორე მღვდლის 10 ნომრიდან საათ 2 დღის წინ ტრაგედია მოხდა, უკვე 102 მოსახლეა გაყვანილი. ამ პროცესის პარალელურად კი ადგილობრივებს ავარიული შენობიდან პირადი ნივთები მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ გააქვთ. გამონაკლისია მხოლოდ მე-4 და მე-5 სადარბაზო, რომელიც შენობის ფასადისა და სახურავის ჩამონგრევის შემდეგ ყველაზე მეტად დაზიანდა და იქ შესვლა სიცოცხლისათვის სახიფათოა. თბილისის მერმა დღეს ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ პირებს კიდევ ერთხელ მისცა გარანტია, რომ ჩანაცვლების პროგრამით ახალ ბინებს ყველა მიიღებს, მანამდე კი მათი ქირით უზრუნველყოფა მოხდება. საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა თევდორე მღვდლის 10 ნომერში მცხოვრებლებმა დილიდან დაიწყეს. რკინის ჯებირი დროებით გაიხსნა მათთვისაც, ვისაც ავარიული შენობის პირველ სართულზე მაღაზიები აქვს. მოვაჭრეებმა საწყობებიდან დარჩენილი პროდუქციის გამოტანა შეძლეს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შენობაში ჯერჯერობით მხოლოდ მე-4 და მე-5 სადარბაზოს მოსახლეობა ვერ შედის. დანარჩენ სადარბაზოებში ჩვენია ყველაზე ავარიული. ჩვენთან ჩამოინგრა. დასკვნა გვაქვს სამხარეულოს. გვიდევს სახში. თქვენ თანახმა იყავით ამ ჩატარებების? კი. მეზობლები იყვნენ, ზოგიერთი არათანახმა. ადგილობრივები კურიერთან საუბარში ყვებიან, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ყველა მაცხოვრებელს ჰქონდა, თუმცა ოჯახების უმეტესობამ დამატებითი ფართები მოითხოვა და მერიის პროგრამით სარგებლობაზე უარი თქვა. რამოდენიმეჯერ ჩატარდა კრება. ჩვენ ვიყავით ძალიან, რა თქმა უნდა, მომხრეები ამ ყველაფრის ნებისმიერ პირობებზე მივდიოდით, ოღონდაც რაღაცა ესეთი ტრაგედია არ მომხდარიყო. საჭირო იყო ყველას თანხმობა და
მოგცეს დრო. წინააღმდეგები იყვნენ და ამის გამო იყო შეფერხება. ხდება ფართების აზრობა. რო დადგინდეს ვის რამდენი ფართია და დაზუსტეს ყველაფერი და აბსოლუტურად შეიგრას ყველანაირი დოკუმენტაცია. ამ დროისთვის დაზიანებული შენობიდან 55 ოჯახი სხვადასხვა სასტუმროშია გაყვანილი. თითოეულთან ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ კი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყება. დემონტაჟი ორ ეტაპად გავყოთ პირობითად. პირველ ეტაპზე მოხდება საფრთხის შემცველი ფრაგმენტების ჩამოხსნა, ხოლო უშუალოდ მთლიანად კორპუსის დემონტაჟს ამაზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აქვს დედაქალაქის მერიას. ასაზომია თითოეული ბინა, ინვენტარი არის გარკვეულწილად გამოსატანი და ამ პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყება დემონტაჟი ამ კორპუსის და ახალი კორპუსის მშენებლობა. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა კახა კალაძემ თბილისში არსებულ ავარიულ სახლებზე და ჩანაცვლების პროგრამაზე საუბრით დაიწყო. მერის თქმით, ასეთ კორპუსში მცხოვრები ადამიანების ნაწილი გამგეობასთან არ თანამშრომლობს. ითხოვს იმაზე უფრო მეტ ფართს, ვიდრე მათი საცხოვრებელი სახლია, რისი უზრუნველყოფაც თბილისის მერიას არ შეუძლია. კახი კალაძემ დღეს ავარიული კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანის წესზეც ისაუბრა. გუშინ აფრიალებდნენ დოკუმენტს და ცდილობა იყო იმისა, რომ საზოგადოებამ შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს 100%-იანი თანხმობები არ არის საჭირო. ასეთ დროს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. რაც შეეხება საკრებულოს იმ დადგენილებას, რაზეც წარმატებით საუბრობდნენ და მოჰყავდათ არგუმენტად, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია. ასეთ შემთხვევაში 100%-იანი თანხმობის გარეშე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის უფლება, რომ დავიწყოთ პროცესი. სადგურის მოედანზე ავარიული სახლის ჭერის ფასადი 2 დღის წინ ჩამოინგრა. შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. 59 წლის ქალი ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. სამართალდამცავებზე ცივი იარაღი თავდასხმა გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში იმ დროს მოხდა, როდესაც შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს. აღმოჩნდა, რომ მანქანას მართვის მოწმობის უფლების არ მქონე არასრულწლოვანი მართავდა, რომელსაც პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც სამართალდამცავებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სტაციონარში შემოყვანილი არის 2 პაციენტი, ჭრილობებით სხეულის არეში, ნაკვეთი ჭრილობებით სხეულის არეში. ორივესთან ჩატარებული არის ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილური არის, შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს, უტარდება პოსტოპერაციული მკურნალობა, იმყოფებიან ორივე პალატაში, ქირურგიულ განყოფილებაში. შეესაბამება გადატანილი დაავადების მდგომარეობას. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა და ცივი იარაღის კერძო დანისა და ცულის გამოყენებით მიაყენეს სხვადასხვა დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული იქნა 5 პირი, ხოლო დაშავებული პოლიციელები იმყოფებიან სხვადასხვა კლინიკებში. ამჟამად მათი მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას. მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობასაც. ომარ ბოლაც, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში იმყოფება, შეხვდა ირაკლი კობახიძეც. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ასევე პრემიერმა და თურქმა სტუმარმა ისაუბრეს ერთობლივ პროექტებზე და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ თურქეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზეც მოიწვია, რომელიც თბილისში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
შეხვედრისას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე, დავსახეთ ახალი გეგმები, ახალი საერთო პროგრამები, რომლებიც ხელშეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ისევე როგორც ჩვენ ქვეყნებში ოპერირებადი კერძო სექტორების წარმომადგენლების ურთიერთდაკავშირებადობას და მათი ბიზნეს საქმიანობების გაფართოვებას. ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაციის ინდორამას მფლობელი ამით ლოჰაის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, ასევე მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოში რუსთავის აზოტში დაგეგმილ სიახლეებს. კორპორაციის მფლობელმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, თავის მხრივ კი მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე აისახება. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია ინდორამა 60-ზე მეტ საწარმოს ფლობს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში და დასაქმებული ყავს 45,000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია ინდორამა რუსთავის აზოტის საწარმოს ინვესტორია. ჩვენ საქართველოში სასუქს ვაწარმოებთ. პრემიერ-მინისტრთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გქონდა. იგი კარგად იცნობს იმ მიღწევებს, რაც ჩვენ რუსთავში გვაქვს და მოგვიწოდა ასე გავაგრძელოთ. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას და მოხარული ვართ, რომ საქართველოს ინდუსტრიულ წინსვლაში მონაწილეობთ. პრემიერ-მინისტრს დაუდასტურეთ, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა და ბუნებრივი უპირატესობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ინდუსტრიულ წინსვლასა და ეკონომიკურ ზრდას. ბევრი სითხე, ღიაფერის ტანსაცმელი და მზისგან დამცავი საშუალებები, რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის პირობებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველა სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ზაფხულის ცხელი დღეების გამო სხეულის გადახურების და გაუწყლოების რისკია. ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც ხშირად ისვენებს ბუნებაში, რაც ზრდის ტკიპის კბენის ალბათობას, რამაც შესაძლოა სხვადასხვა ფორმის გართულებები გამოიწვიოს. ექიმების რეკომენდაციების ნაწილი შეეხება არასრულწლოვნების მშობლებსაც. თუ შეგვიძლია და არ არის ასე ვთქვათ აუცილებლობა, ძალიან სიცხეროა გარეთ არ უნდა ვიყოთ. ეს მედიკოსების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც სპეციალისტებმა ქვეყანაში ტემპერატურის მატების გამო მოსახლეობისთვის გასცეს. ბევრი სითხე, ღიაფერის ტანსაცმელი და მზისგან დამცავი საშუალებები ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელიც ექიმების ინფორმაციით ულტრაისფერის სხივების ზეგავლენისგან იცავს. თავარი ახლა არის ის, რომ ადამიანები, ვისაც აქვს ეს ყველა რჩევა, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ იმათმა, ვისაც აქვს გულსიწართა დაავადებების პრობლემები. სითხე დიდი რაოდენობით გარდა ალკოჰოლისა, ტკბილი სასმელებისა და ასევე კოფეინის შემცველი სასმელებისა. სახში თუ გვინდა შევინარჩუნოთ სიგრილე, დღე მაქსიმალურად დავკეტოთ, ასე ვთქვათ, დარაბები, ფარდები, რომ მზის სხივები ნაკლებად შემოვიდეს, ასე ვთქვათ, ოთახებში. წყლის ნაკლებობა ორგანიზმში, სითბური დარტყმა და კანის დამწრობა ის ჩივილებია, რომელსაც მაღალი ტემპერატურა იწვევს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე სახლში დარჩენას ურჩევენ. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ რისკ ჯგუფებმა. კანის მკვეთრი გაწითლება, ეს არის გულის სემის გახშირება, სუნთქვის გახშირება, თაბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, ეს ტემპერატურის მატება 40 გრადუსი და მეტი. ეს ყველაფერი მიმანიშნებელია სითბური დარტყმის განვითარებაზე. თუ ჩვენ ამ პერიოდში თანდაგვერდო ინფექციური დაავადება, რამდენიმე საათში შეიძლება ადამიანის მდგომარეობა, განსაკუთრებით ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდეს და აქ ალბათ სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა და შემდეგ ინტრავენური გადასხმის ჩატარება იქნება კატეგორიულად აუცილებელი. ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება ბაქტერიული ინფექციების რისკიც. ნაწლავური ინფექციის ძირითადი წყარო საკვები, წყალი და ის გარემოა, სადაც ბავშვები და მოზარდები დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ. ინფექციონისტები ყურადღებას ჰიგიენის დაცვაზე ამახვილებენ. მაღალი ტემპერატურა უპირატესად არის ნაწლავთა ინფექციების მატებასთან დაკავშირებული. ტრანსმისიული ინფექციები, მწერების კბენის შედეგად რამდენადაც ხშირი არის ქალაქგარეთ აქტივობები. როგორც წესი ეს იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ საკვების შენახვასთან, აი ხელის დაბინძურებას, ხელის დაბანასთან სიხშირე აქ პერიოდში უფრო ხშირი უნდა იყოს, იმიტომ რომ მიკრობი ყველა ხელზე შეიძლება აღვიოს. სინოპტიკოსები მიმდინარე კვირაში ტემპერატურის შენარჩუნებას, აგვისტოს პირველ ნახევარში კი სიცხის მატებას პროგნოზირებენ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი წელს პირველად საერთაშორისო საზაფხულო კურსს მასპინძლობს. ინტენსიური საერთაშორისო კურსის ჩატარების იდეა ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინას ელენე გლურჯიძეს ეკუთვნის. ის 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 19 ივლისში თბილისის ოპერისა და ბალეტის მცირე სცენაზე საჩვენებელი სპექტაკლი დასრულდება. პროექტში საერთაშორისო საბალეტო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებიც მონაწილეობენ. ქართველი და უცხოელი მოსწავლე მსოფლიოს წამყვანი საბალეტო სკოლის პედაგოგები და საერთო მიზანი გზა დიდ სცენამდე. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი პირველად მასპინძლობს საერთაშორისო საზაფხულო კურსს იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც საბალეტო ხელოვნებაში პროფესიული დაოსტატება სურთ. კურსის ჩატარების იდეა ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინას ელენე გლურჯიძეს ეკუთვნის. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მოხარული ვარ, რომ ელენე გლურჯიძესთან ერთად, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ პირველი შეხვედრა მქონდა პოლონეთში და შევთანხმდით, რომ საქართველოში ის დააფუძნებდა საბალეტო საზაფხულო სკოლას, რომელიც მეტ პოპულარიზაციას გააკეთებს საბალეტო ხელოვნების. ელენემ მოახერხა და თავის საერთაშორისო გუნდი ჩამოიყვანა. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ამ პროექტში ემატება კიდე კონკურსი და კიდე უფრო გაფართოვდება და ასეულობით ახალგაზრდის მიღება შევძლებთ. ჩვენ ვაწყობთ ეს International Summer Intensive Course, რომელზეც ჩამოდიან ბავშვები მთელი სამყაროდან და წელს პირველად მინდოდა რომ რაღაცა განსაკუთრებული მომეწყო და რა თქმა უნდა განსაკუთრებული არის სახლით ფინიში. რო უყურებთ ბავშვებს პირველი დღე და დღეს რო უყურებთ, სულ სხვანაირად იქცევიან. ამდენი რაღაცა ისწავლეს, სხვა აღარ ეშინიათ. ელენე გლურჯიძემ ბრწყინვალე კარიერა 10 წლის წინ დაასრულა. მას შემდეგ რაც სცენას დაემშვიდობა, თანამოაზრეებთან ერთად ლონდონში ბალეტის აკადემია დააარსა. მისი კურსები მსოფლიოში ათასობით მოზარდმა გაიარა. ჩემი დრო გავიდა, როგორც მსახიობი სცენაზე მე ყველაფერი ვთქვი. რაც შემდეგ შემიძლია ვთქვა, ეს შეიძლება გამოიხატოს ახალ თაობაში. ხო, ამიტომ ჩემი დრო არის ეხლა რომ ის ყველაფერი რაც მე თავის დროზე გადმოცეს, მე რამდენიმე დღიანი მასტერკლასები 19 ივლისს საჩვენებელი სპექტაკლით დასრულდება, რომელსაც მოსწავლეები თბილისის ოპერისა და ბალეტის მცირე სცენაზე წარმოადგენენ. დიდი სიამოვნებით თანამშრომლობ ელენე გლურჯიძესთან. ეს მართლაც შესანიშნავი პროექტია. ადგილობრივ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ახალ სტილს, შეიძინონ მეგობრები და პირისპირ იმუშაონ უცხოელ ქორეოგრაფებთან ერთად. მიხარია, რომ ასეთი ცოცხალი შემოქმედებითი პროცესის მონაწილე ვარ. ძალიან კარგია, რომ ესეთი პროფესიონალური მასწავლებლებთან ერთად ვართ და დიდი შანსია ჩემთვისაც და ჩემი კლასელებისთვის, რომ ესე უცხოელ ხალხთან ერთად და უცხოელ ადამიანებთან ერთად ვიცეკოთ ბალეტი და ვისწავლოთ. საერთაშორისო საზაფხულო კურსი არა მხოლოდ ახალი გამოცდილება, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ბალეტის რუკაზე უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.